წნილი ამ ბოცაში გაგვითავდა და ძველი წნილის წვენში ჩავდე კომპოსტო რამდენიც მქონდა, ანუ ბევრი არ მქონდა რა. ხო და ხართ თქვათ კორპუსში ან ქალაქში, სადაც ქვას ვერ ნახავთ, ორ ძველი ტრადიციულად ხო ქვას ვდებდით ზემოდან და თეფშს. ხო და ხა ეს რახან ვიწრო ყელი აქვს, თეფშიც არ მიდის, დიდი თეფში და ქვაც სად ვიპოვო ახლა ხო აქ. ნუ ისეთ ქალაქში ვარ, რომ ახლო-მახლო ისეთი ქვები არ არის და ჯერ არც მიწევს გარეთ გასვლა ამის საძებნელად. ამიტომ ერთი პატარა ხრიკი უნდა გასწავლოთ, ანუ კომპოსტო როგორ დავწიოთ ძირზე, ზემოდან როგორ დავადოთ. აი ეს არის ჩვეულებრივად არაჟნის თავსახური. ყურე, ეს დიდია, მაგრამ ეს ხო ესე იღუნება რა. ჩავიდა, ყურეთ, ჩავიდა. შიგ ესე და ჩვეულებრივი აი ეს აი ჟეშტის კონსერვია, ამ შემთხვევაში ნით მოხარშული კარტოფილია, ზოგან კამპოტია. ჩავდე პარკში, რადგან ეს ჟეშტია რო არ დაიჟანგოს და უყურეთ ახლა ამას ზუსტად ჩადის ამ იმაში რა, ყელში. ხომ ჩავიდა. ეხლა ნახეთ, ჩაწია კომპოსტო დაბლა. ხედავთ, აი, ნუ ქვა როცა არა გაქვთ ისეთ ქალაქში ხართ, გარეთ გასვლა არ გიწევთ, აი ესეთი მარტივი ხერხი რა, უცბად მომაფიქრდა და აი ესე დაძირეთ კომპოსტო წნილის ბოცაში. მადლობა ყურადღებისთვის, პატარა რჩევა მე მგონი მოგეცით ქალაქელებს. ჩემსავით. ეხლა ამ წუთის ეგრეა, რა ვიცი, ეგრე ვცხოვრობთ და ქვა ძნელად მოიპოვება, სადაც ვცხოვრობ და ყოველ შემთხვევაში ესეთი ვარიანტი. აი სახლიდან გაუსვლელად რა. კაი ვარიანტია მე მგონი.